მოგესალმებით მეგობრებო, ეს ჩვენი მარათონის უკვე მე-13 დღეა. ძალიან მიხარია, რომ ამ მარათონს წარმატებით ვასრულებთ. მე-14 დღეს იქნება ეგრეთ წოდებული ეპილოგი, მაგრამ სანამ ეპილოგამდე მივალთ, მოდით ისევ განვაგრძოთ რჩევებისა და ტექნიკების გაზიარება. ციფრულ სამყაროში მუდმივი ცვლილებები და ათასი პატარ-პატარა გასაკეთებელი საქმე იწვევს კოგნიტურ გადაღლას. შესაბამისად, ბოლოს არც მოტივაცია გაქვს და არც ხალისი საერთოდ რამე აკეთო. ამიტომაც ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ყველაფერი გონებაში შეინახო და საკუთარი ძალებით გაუმკლავდე. მაქსიმალურად გადაანაწილე გასაკეთებელი საქმეები ისე, რომ დაიხმარო სხვადასხვა აპლიკაცია ან პროგრამა, სადაც მათი მართვა და კონტროლი ბევრად მარტივია. დღის გეგმები, იდეები, დავალებები და პროექტები გადაიტანე ციფრულ სივრცეში. როდესაც გასაკეთებელი საქმეები თავისუფალია, ტვინი არ იტვირთვება ზედმეტად და შეგიძლია მეტად ენერგიულად და რესურსულად მიუდგე მთავარ გასაკეთებელ საქმეს. როგორ შეიძლება ამ მარათონში არ ვისაუბროთ ავტომატიზაციაზე? ბევრი ყოველდღიური პროცესი შეიძლება ტექნოლოგიამ გაამარტივოს. დაგეგმილი პოსტები, შეხსენებები, ფაილების დალაგება, სხვა მცირე დეტალები, რომლებიც დროს გვართმევს. ციფრულ რეალობაში შეგიძლია ყოველდღიური საქმე გაამარტივოს სწორად შერჩეული აპლიკაციებით. შემდეგ ვიდეოებში აუცილებლად შევეხები ისეთ ხელსაწყოებს, რომელიც გამოგადგება ორგანიზებულობაში და დავალებების მართვაში, ასევე დროის მენეჯმენტში, სწრაფი ვიზუალების შექმნაში, ჩანაწერებისა და იდეების გაკეთებაში, ფაილების შენახვა გაზიარებაში, მარკეტინგული საქმიანობის მაღალ დონეზე ატანაში. აქვე დავამატებ, რომ თითოეულ მათგანს ხელოვნური ინტელექტიც ემატება და შესაბამისად, რასაც ადრე საათებს ვახარჯავდით, ახლა 15 წუთში შეგვიძლია მოვაგვაროთ. დავზოგოთ დრო და რესურსები ტექნოლოგიების დახმარებით და აქ მხოლოდ სამუშაო პროცესს არ ვეხები. შეგიძლია ციფრული ხელსაწყოები დაიხმარო ყოველდღიური სახლის პასუხისმგებლობებში, ურთიერთობების მართვაში. შეადგინეთ ციფრული კალენდარი ოჯახისთვის, შეხვედრებისთვის, სიახლეებისთვის, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობებისთვის. გადმოიწერე საყიდლების სიის აპლიკაცია, უკვე თანამედროვე სერვისები ყველანაირ პროდუქტს გაწვდის სახლიდან გაუსვლელადაც. უბრალოდ მოინიშნე, რაც გსურს და აღარ დაკარგო დრო საათობით საყიდლებზე სიარულში. დაიხმარე ტექნიკა სახლის საქმეებში, თუ კი ადრე ადამიანის ჩარევა იყო საჭირო, ახლა უკვე ჭკვიანი გაჯეტები ჩაანაცვლებენ ამას. აპლიკაციები არ დაივიწყო ფინანსების კონტროლისთვისაც და რაც ყველაზე მთავარია, ხელოვნური ინტელექტი უკვე შეგიძლია გამოიყენოთ დახმარე ასისტენტად ყველაფერში. აიყვანე მენტორი ან ქოუჩი, თუ დროებით დაკარგული ხარ. ზოგჯერ განვითარების გზაზე ყველაზე რთული ეტაპი ის არის, როცა ყველაფერს მარტო ვცდილობ. იდეები გაქვს, მიზნებიც გაქვს, მაგრამ ვერ ხვდები საიდან დაიწყო ან როგორ განაგრძო. მესმის, თანამედროვე სამყაროში ხშირად ძალიან რთულია გზის განკვლავა. სწორედ ამიტომ ასეთ დროს დაიხმარე მენტორი ან ქოუჩი, ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება იმ გზაზე, რომელზეც შენ ახლად გახარ. ის დაგეხმარება სწორად დაალაგო ნაბიჯები, თავიდან აიცილო ზედმეტი შეცდომები და უფრო სწრაფად მიხვიდე დიდ შედეგებამდე. მენტორი უბრალოდ რჩევებს არ გაძლევს, ის გეხმარება სტრატეგიულად იფიქრო, არ დაკარგო მიმართულება და შეინარჩუნო მოტივაცია. ხშირად ერთი სწორი რჩევა ან სწორ ადგილას მიღებული მხარდაჭერა შეიძლება გახდეს ის ბიძგი, რომელიც შენ განვითარებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს. გაითვალისწინე, აქ სწორად უნდა შეარჩიო მენტორი. აირჩიე ესეთი ადამიანი, ვისაც რეალური გამოცდილება აქვს იმ სფეროში, რომელშიც შენ გსურს წარმატებას მიაღწიო. ზუსტად იცოდე, რა პრობლემაზე მიდიხარ მასთან. არ მოგერიდო შეკითხვების დასმა, მაგრამ გაითვალისწინე, მენტორი შენ გაძლევს მიმართულებას და სწორ ინსტრუმენტებს, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღო შენს ქმედებებზე. შენი მენტორისგან ისწავლე, როგორ იაზროვნო სწორად. აიღე მაგალითი იმისგან, თუ როგორ ფიქრობენ მაღალშედეგიანი ადამიანები. მოიშორე ზედმეტი პასუხისმგებლობები და ფიქრი იმაზე, რომ ყველაფერი თავად უნდა გააკეთო. როდესაც რაიმეს საქმიანობ, აქ გჭირდება მეტი პრაქტიკულობა, ვიდრე გმირობის დემონსტრირება. თითქოს ყველაფრის გაკეთება და მოგვარება თავად, საკუთარი ძალებით შეგვიძლია. ჭკვიანური მიდგომა არ რესურსების სწორად გადაცვლა. გაიმეტე გარკვეული თანხა იმისთვის, რომ სხვა ადამიანი დაიხმარო პატარა საქმეებში. დამიჯერე, გამოთავისუფლებული დრო დაგიტოვებს მეტ რესურსსა და ენერგიას, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე იფიქრო და ისეთ საქმიანობები აწარმოო, რაც შემდეგ შედეგებს გაგიზრდის. პირადი მაგალითიდან გეტყვი, როდესაც გარკვეულ ეტაპზე ავალ საკუთარი საქმიანობის მანძილზე, ჩემს პატარა ასისტენტს დავიხმარებ ჩათის მართვაში, კლიენტებთან კოორდინატორის როლის მორგებაში და ასე შემდეგ. დასანაცვლოდ ის ჩემგან აიღებს გამოცდილებას, ჯიბის ფულს და ისწავლის საჭირო უნარებს კარიერული განვითარებისთვის. სახლში ასევე შემიძლია პერიოდულად დამლაგებლის მოყვანა და მსგავსი ყოველდღიური საფიქრალისგან თავის აცილება. ნუ დაიწყებ ფიქრს, მე თვითონაც სწრაფად მოვაგვარებ. შესაძლოა გააკეთო მართლაც ასე, მაგრამ როცა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გააგრძელებ მსგავს საქმიანობას, შეამჩნევ, რომ თანდათან გადაწყვეტამდე მიდიხარ. ასევე არ შეიზღუდო თავი იმაზე ფიქრში, რომ ამისთვის ფული არ გაქვს, რადგან ბევრი ბიუჯეტური ალტერნატივა არსებობს.
ასევე დაზოგილი დროით შეახსენებ საკუთარ თავს, რომ დროთა განმავლობაში ამ დროს მეტად საჭირო საქმეებს მოახმარებ და შემოსავალიც და შესაძლებლობებიც მოგემატება. დაიმახსოვრე, ახლა დრო ყველაზე მეტად ფასობს, ამიტომ მაქსიმალურად ეცადე უმნიშვნელო და რუტინული საქმეები მოიცილო თავიდან, რათა წინ წაიწიო. გავიმეორებ მთავარ წესს, როცა რესურსები შენარჩუნებულია ჭკვიანურად, მოტივაციაც და ენერგიულობა არ იკარგება. დღეისთვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა, რომ უყურეთ ამ ვიდეოს. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეო და კომენტარების ველში დამიწერეთ თქვენი შეფასება. აბა დროებით.